ამ ბედობა დღეს მე დამებედა ხელოსნობა თუ ამად დაებედათ ხელოსანი. სალამი მეგობრებო, გილოცავთ ახალ წელს და ბედობას. ჩაიარა ახალმა წელმაც და გადავწყვიტე ნელ-ნელა შეუდგე საქმეს. დღეისთვის ერთი პატარა საქმე ავიღე, რაღაც ტელევიზორის დასადგამი არის ასაწყობი. კლიენტის თქმით პატარა ზომის არის და მაქსიმუმ 1-2 საათი საქმე არის, მაგრამ მე მაინც $200 უთხარი და დამთანხმდა. ნახოთ აბა რა დაგვდება. რა მაინტერესებს, იცი? ამ ბედობა დღეს მე დამებედა ხელოსნობა თუ ამად დაებედათ ხელოსანი. ოკეი, მისამართიც მოვედით. ნახოთ. ეს არის ესე იგი ტელევიზორის დასადგამი, ასაწყობი და ეს არის რაღაცა ელექტროღუმელი შიგნით შესადგამი. ესეც პრინციპში ისევე როგორც უმრავლესობა ამერიკული ავეჯის ძალიან მარტივად იწყობა ინსტრუქციას თუ მიყვები. ჯამში 3 ნაწილისგან შედგებოდა ცენტრალური ცოტა მოზრდილი სივრცე ღუმელისთვის და გვერდებზე პატარა თაროებიანი ტუმბოებივით. მოკლედ 3 ნაწილად იყო, 3-ვე შევიტანე შიგნით და შიგნით ავაწყე, რომ არ გატეხილიყო გზაში. Oh man, so beautiful, huh? I love it. Jill, you did an amazing job. Thank you very much, John. I'm gone, man. Thank you very much. I really appreciate. It's a pleasure. Happy New Year. Anything, let me know. Thank you very much. ესე იგი, დაახლოებით 3 საათი მომგე ალბათ ამ TV სტენდის აწყობას თუ არ ჩავკრით გზას. ალბათ პლუს-მინუს 1 საათი კიდევ გზა. მასპინძელი აღმოჩნდა ძალიან ჯიგარი ამერიკელი სამხედრო, რომელმაც გარდა იმისა, რომ $200 ნაცვლად 300 მომცა, ისეთი კმაყოფილი იყო გაკეთებული საქმით და იმდენი მადლობა გადამიხადა, რომ ცოტა უხერხულად ვიგრძენი თავი. მართლა სასიამოვნო სანახავია ესე, რომ შეესწიცინებენ თავიანთ შეძენილ მივც უკვე აწყობილ და გამზადებულ მდგომარეობაში. და რაც მთავარია, რომ მოწონთ. აჰა, ძმაო, გზაში სამადლობელი მესეჯიც წამომაწია.